გიორგი გახარიაც დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და ეს შეხვედრა იყო საკმაოდ ინტენსიური, გაგრძელდა 6 საათი, ყველა წუთი ვნახე და გადავწყვიტე რომ გავაკეთე ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გიორგის თვითონ იქ მოწვევა იყო გარკვეულწილად მოულოდნელი, იმიტომ რომ ძირითადად ეს კომისია იძიებს 2013-12 წლის ამბებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ საინტერესო იყო ჩემი აზრით გიორგი გახარიას იქ დაბარება და პირადი ემოციური დამოკიდებულებაც რო გაგიზიაროთ, საკმაოდ სიმპათიით ვიყავი განწყობილი ამ პოლიტიკოსის მიმართ თავიდან, როცა გამბოჩნდა ის პოლიტიკურ ასპარეზზე. მოგვიანებით რაღაც გულისწყეტა და რაღაც გარკვეული პრობლემები მქონდა ამ ფიგურასთან დაკავშირებით და პირველი 3 საათი რომ ვიყურებდი, აი მახსოვს რომ დავაპაუზე, რომ მეთქი ეს 3 საათი არ შემიციხდა ის კაცი და აი მეთქი მომდევნო 3 საათიც ყველაფერი კარგად ჩაივლის თქო, მაგრამ და სამედნიეროდ ასეც დაამთავრდა უბრალოდ იქ იყო მე რაღაც გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენ რაღაცა გიორგი რეალურად რამდენად იყო იქ ოპოზიციის წარმომადგენელი და ხომ არ ქონდა საქმე თქვენ რაღაცა წინასწარ დადგმულ სპექტაკლთან. აქ მინდა ორი რამ განვაცხადო. არ ვიცი, თავს ვერ დავდებ იმასთან დაკავშირებით, არ ვიცი რა შეთანხმებები არსებობს კარს მიღმა ამ პოლიტიკოსებს შორის, ამ ძველ პარტნიორ თანაგუნდელებს შორის, ხოშტანი რუსეთისგან იღებს ფულს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ალბათ, შეიძლება არსებობს ორი აზრი, მაგრამ მე ცალსახად მგონია, მაგრამ აქ ცოტა გარკვეული ბუნდოვანება არსებობს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შეიძლება ასეც არის პოლიტიკოსებს რას გავუგებ, თუმცა ერთი რამ არის, ერთი განცდა დამრჩა მე, რომ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ედავებიან რაღაც საშინელ ამბებს, არ ვიცი, ხალხის ქუჩაში ჩაცხრილას, ციხეში ახალგაზრდების წამებას, არ ვიცი, მანამდე კიდე შევარდნაძესთანაც იყო რაღაც გარკვეული სერიოზული დაპირისპირებები. ის თქმა მინდა რომ ეს რაც ჩვენ ვნახეთ, მოგვეჩვენა რომ თან შედარებით რაღაც პოლიტიკოსებს სახე ჰქონდათ შენარჩუნებული როგორც კომისიის, თეა ძალიან მაგარი ქალია, მაგრამ რაღაცა დახვეწილი და პროფესიონალი პოლიტიკოსის სახეა თეა წულუკიანი, მაგრამ კომისიის სხვა წევრებსაც ჰქონდათ საკმაოდ მაღალ დონეზე ეს კულტურა, იქაც საკმაოდ სერიოზული ხალხი იჯდა და ან ჰქონდათ აი ეს რაღაც გარკვეული პროფესიონალიზმის განცდა შენარჩუნებული და აქეთ თავის მხრივ გიორგი გახარიასაც საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ როგორც პროფესიონალი ამ 6 საათის განმავლობაში ინარჩუნებდა საკუთარ სახეს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იყო ასევე საკმაოდ სერიოზული ბრალდებები იყო გიორგი გახარიას წინაშეც დაყენებული, ან ნამდვილად არ იყო, ეხლა მაგალითად თუნდაც ის, რომ უშუალოდ აქციის დაშლის საშუალებების გამოყენების თანმიმდევრულობა არ არის ისეთი მსუბუქი ამბავი, ხო? ამაზე ნამდვილად შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა, უბრალოდ იმდენად ცუდ რაღაცებზე ვართ თავებს მიჩვეული, რომ აი ეს თითქოს არაფერს არ გვეჩვენება და ვხედ გონია, რომ აი თუ ერთმანეთს არ აგინებენ პირდაპირ მნიშვნელობით და წყალს არ ასხავენ და არ ვიცი რაღაცა ქუჩაში ახალგაზრდების ჩასხრილას არ ედავებიან, მგონია რომ ეს ყველაფერი არის დადგმული, იმიტომ რომ რაღაცა უცხო. ამ დროს შეიძლება უბრალოდ რაღაცა ცოტა დაიხვეწა ქართული პოლიტიკა. რო გადავიდეთ ახლა უშუალოდ რას ედავებოდნენ გიორგი გახარიას. ეს იყო პირველ რიგში 20 ივნისის საქმე, როდესაც იგეგმებოდა პარლამენტზე შტურმი. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ შტურმის მოგერიება ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი. რასაც მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ თავი გაართვა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და იმის თქვა მინდა რომ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომ ეს იყო საკმაოდ ისეთი არასტანდარტული შემთხვევა, ჩვენ ბევრი აქცია გვინახავს, ბევრი საშინელი დაშლა გვინახავს, თუმცა ბევრი საკმაოდ ისეთი პროფესიონალური დაშლაც გვინახავს, უბრალოდ შტურმი არის საერთოდ სხვა ამბავი და იქ იყო გარკვეული გადაცდომა, რასთან იყო ეს გადაცდომა დაკავშირებული. დაშლის საშუალებები, სპეციალური საშუალებები არ იყო სწორედ თანმიმდევრობით გამოყენებული, როგორც ირკვევა. ანუ საერთოდ გეგმაში არ იყო რომ ადგილზე უნდა ყოფილიყო რეზინის ტყუები, თუმცა აღმოჩნდა ადგილზე რეზინის ტყუები. თუ იყო გეგმაში გათვალისწინებული თავიდანვე, მაგრამ დოკუმენტალურად არ იყო გაფორმებული, მაინც არ უნდა მომხდარიყო იმ დროს მათი გამოყენება, იმიტომ რომ თანმიმდევრობა მიდის ასე, ჯერ უნდა გამოიყენონ გაზის საშუალება, შემდეგ უნდა გამოიყენონ წყლის ჭავლი და ბოლოს ამის შემდეგ რეზინის ტყუები და რეზინის ტყუების გამოყენება მოხდა სადღაც შუალედში. გარდა ამისა,
მოხდა გარკვეული დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ ვინმე გასცა თუ არა ბრძანება რეზინის წყუების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ ეს იყო ადგილზე პოლიციელების ასე ვთქვათ სპონტანური გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არ არის კარგი პასუხი ჩემი აზრით, იმიტომ რომ საკმაოდ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ინდივიდუალურმა საპოლიციო ჯგუფმა გადაწყვიტოს, რომ იმ ვითარებაში ადგილზე გამოიყენოს რეზინის წყუები, ეს ნამდვილად არ ხდება, ასე ცალსახაა და აი ეს მითითებაც რომ მაშინ ვინ გამოსცა ეს ბრძანება ხო ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის რომ თუ თავად გიორგი გახარეს არ გაუწია ეს ბრძანება და ეჭვი ქონდა ვინმეს რომ გასცა ეს ბრძანება აუცილებლად უნდა ეთქვა იქ მეორე რაზეც ისინი დაობდნენ ის როგორც ვიცით სოფელ ჩორჩენაში აი მას ესაზღვრება დაახლოებით 1000-ზე მეტი ჰექტარი ტყე რომელშიც სეპარატისტულმა ძალებმა დაიწყეს მონიშნების გაკეთება დაიწყეს ტრანსპორტირება აქტიური, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი აპირებდნენ აუცილებლად მალე აი ამ ცოცავის საზღვრის ჩამოწევას. გარდა ამისა, გზა იყო საკმაოდ დაზიანებული და ქართულ KDD-ს წარმომადგენლებს უჭირდათ იქ ტრანსპორტირება. იმ KDD-ს წარმომადგენლებს ზუსტად რომლებსაც ნაგვიან ამოღებულ რაღაცებს ეისროდნენ ჩვენი რადიკალი ოპოზიციური ჯგუფები და მათი მონაწილეები და ვისი კანონიერი კონფიდენციალური სახელებიც გამოიტანეს ანუ ის ადამიანები ვინც ყველაზე მეტად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას სწორედ მათია საუბარი და მოკლედ მოხდა ისე რომ ჩვენი KDD-ს თანამშრომლები ვერ ახერხებდნენ ოპერირებას იმ ტერიტორიაზე. რა მოხდა ამის შემდეგ გიორგი გახარიას ბრძანებით აღდგა ეს რაც ძალიან მისასალმებელი საქციელია და ასევე ჩაიდგა იქ საგუშაგო. საგუშაგოს ჩადგმა იქ ამას მოყვა ის რომ ჩვენ რა თქმა უნდა მანამდე უნდა გვესწრებებინა მეილით შესაბამისი სეპარატისტულ ძალებს ეხლა უნდა აცნობო მეილით რაღაცა ხო მაგრამ ნუ ასე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაც არ გავაკეთეთ და ის გამოიყენეს ანუ ბავშვი გადაყოლის ნაბანს და აი ესე გამოვიდა რომ თავად ახლა მათ აქვთ 5 ობიექტი ჩვენს წინააღმდეგ ჩვენამ ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ და სავარაუდოდ ისინი აი ამ პროვოკაციას მაინც ეს პროვოკაცია იყო რეალურად მათი დაწყებული და ამ პროვოკაციას ჩვენ უბრალოდ ავყევით რამაც მე გამოიწვია მათი ყოველად მიუღებელი საქციელი მათ დღეს აქვთ 5 ობიექტი მისთვის დაახლოებით 100 არა 100 ჰექტარი. აი ამაზე შეიძლება დავა რომ გიორგი გახარია ამტკიცებდა რომ ის დასწრების პრინციპით მოქმედებდა და გარკვეულწილად სადა აი ამ უდიდესი ფართობის ამ დიდი ფართობის 1000-ზე მეტ ჰექტარზეა საუბარი შენარჩუნება რაც გარკვეულწილად როგორც ის ამტკიცებს შენარჩუნებულიც არის. მეგობრებო იცით რას მინდა რომ ხაზი გაუსვა რომ არის რაღაცეები როდესაც პოლიტიკოსი იღებს თავად გადაწყვეტილებას ექსტრემალურ სიტუაციაში როცა ჩვენს ვთქვათ განსაკუთრებით როდესაც ჩვენთვის ყველასთვის ეროვნულად ყველაზე მკივნეულ საკითხს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება საკითხი რაღაც ექსტრემალურ სიტუაციაში პოლიტიკოსმა შეიძლება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება თუმცა ამას სჭირდება ნამდვილად სჭირდება ამას გამოძიება და ნამდვილად ალბათ უფრო ღირსეულად შეიძლება და წელს უბრალოდ ამ ხაზს იმდენად არ გაყვნენ და აქ ვფიქრობ რომ უფრო რაღაცით მეტი დეტალების საჯაროდ გაჟღერებისგან შეიკავეს თავი უბრალოდ არ ვიცი მე ძალიან მინდა მჯეროდეს რომ აი ეს გადაწყვეტილება არ გამოდგა იმდენად დამაზიანებელი და ეს ერთი და მეორე არ იყო ისე სპონტანურად და ერთპიროვნულად მიიღებული ვთქვათ რომ უბრალოდ გადაწყვეტა გიორგი გახარიამ და იქ დადგა საგუშაგო და ასე გულუბრყვილად აყვა პროვოკაცია სამასდრო გამოაჩენს რამდენად გულუბრყვილო იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად ჭკვიანური ვფიქრობ რომ აქ დავანაკლებად არის რომ სპეციალურად აყვა პროვოკაციას და მესამე ბრალდება იყო მის გადადგომასთან დაკავშირებით რაც ვფიქრობ ნაკლებად არ მინდა რომ დროში ძალიან გავწელო ამიტომ ვფიქრობ რომ მესამე საკითხი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ვფიქრობ რომ ამ 6 საათმა საკმაოდ ისე პროდუქტიულად ჩაიარა მეტნაკლებად ვიხილეთ მათი რაღაც გარკვეული ისეთი ძველპარტიული და მეგობრული ფლირტიც გიორგი გახარიას და თეატր ლუკიას შორის უბრალოდ რაღაცა ძალიან მომწონა მე პირადად ძალიან ვისიამოვნე აქეთ კამერის მეორე მხარეს მდგომა ადამიანმა ამ 6 საათით ნუ ჩემ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და ამიტომაც დიდი სიამოვნებით ვიყურებდი ამ 6 საათს მაგრამ ხო მე ვიქონიოთ რომ ეს ყველაფერი საკმაოდ კარგი დასრულისკენ და გაგრძელებისკენ წავა.